გარემოს დაცვის სამინისტროში რუსთავის ჰაერის ხარისხისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებების და გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის გამკაცრების შედეგად რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც რჩება, რაც ბოლო პერიოდში ქალაქში უსიამოვნო სუნის გავრცელებით დასტურდება. შეხვედრაზე რუსთავში არსებულ ბიზნეს ოპერატორებს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და მათი საქმიანობის მონიტორინგის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს. ზედამხედველობის დეპარტამენტი გაინტენსიურებს კონტროლს ქალაქ რუსთავში არსებული საწარმოების ერთის მხრივ რომ დაიდენტიფიცირდეს აი მძაფრი სუნის გავრცელების წყარო და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა საწარმოებს რომლებიც არ ასრულებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს მათ მიმართ გატარდეს შესაბამისი ზომები კანონმდებლობის მიხედვით და მიეცეთ ვადა რომ დროულად შეასრულონ ის ვალდებულებები რაც მათ კანონმდებლობით ევალებათ. სამინისტროსთან ერთად შევხვდით საწარმოებს, მათგან მოვისმინეთ მიმდინარე ის საკითხები, რომელმაც პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, ინტერესი რუსთავში მაღალია, თუ როგორ მუშაობენ საწარმოები და რას აკეთებენ იმისთვის, რომ მოხდეს გადაიარაღება, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, რაც მთავარ შედეგს გამოიღებს და მთავარი შედეგი არის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არ აისახოს არც ერთი საწარმო საქმიანობა. ბოლო პერიოდში ქალაქში გახშირებული იყო პერიოდულად სუნის პრობლემა, ასევე რიგი საწარმოების მხრიდან გარკვეული გამოფრქვევის, ასევე კანონის დარღვევის ფაქტებიც შეინიშნებოდა. ჩვენ შევთანხმდით აქტიურად, რომ გაგრძელდება მონიტორინგი სამინისტროს მხრიდან, რათა ეს პრობლემა უფრო კლებისკენ წავიდეს მომავალში. ეკოლოგია და გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი საქმიანობის. რა თქმა უნდა, წარმოებამ უნდა იმუშაოს, ბიზნესმა უნდა იმუშაოს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე. ჩვენ ეს სრულად გვაქვს გააზრებული ეს პასუხისმგებლობა